გიჭირთ ურთიერთობა ყველაზე ახლობელ ადამიანებთან. ესე იგი ვსვამთ კითხვას, მაშინ როგორ და რით არიან ეს ადამიანები თქვენთვის ახლობლები? მხოლოდ ფიზიკურად? სისხლით? ადამიანი ხომ ემოციური, მენტალური არსებაა. შესაბამისად კონკრეტულ პიროვნებასთან ახლობლობაც შენს მენტალთან ახლოს ყოფნას მოიაზრებს. პიროვნება ხომ ადამიანის შინაგანი სამყაროა და არა სხეული. დღევანდელ ცხოვრებაში მოჩვენებითი ურთიერთობები საგრძნობია. თუმცა ამაზე ხმამაღალ საუბარს ბევრი თავს არიდებს, რადგან სულ მარტოობას არჩევენ ყალბ ურთიერთობებს. როგორც ოჯახურს, ისე მეგობრულსა და საქმიანს. სოციალური ურთიერთობების დამყარება სულ უფრო რთულდება, მიუხედავად იმისა, რომ ციფრულად უფრო მეტად ვართ კავშირზე, ვიდრე ოდესმე საზოგადოებაში მარტოობის რეკორდული დონე ვლინდება. ბევრი ახლად დამკვიდრებული კულტურული ნორმა ემოციურად ერთმანეთს გვაშორებს. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ და ვიყენებდეთ მეცნიერულად დადასტურებულ საფუძვლებს სრულფასოვანი სოციალური ცხოვრებისთვის. საინტერესოა, როგორ უნდა დავაღწიოთ თავი მარტოობის განცდას და შემდეგ ჩამოვაყალიბოთ ურთიერთობების სხვებთან. ახალი არაფერი იქნება იმის თქმაში, ალბათ, რომ პირველ რიგში თავად უნდა მიიღოთ და შეიყვაროთ საკმარისად თქვენი თავი. შეისწავლოთ და დააგვიდეთ თქვენს სხეულს, შინაგან განცდებს. რაზე, რა რეაქცია გაქვთ და რატომ? მერე ეცადოთ მართოთ ეს რეაქციები და ასე შემდეგ. თუ პირველ რიგში საკუთარ თავთან ჰარმონია ვერ ისწავლეთ, ვერცხვებისგან მიიღებთ სათანადო ინტერესსა და ყურადღებას თქვენდამი. ანუ ჯერ გიყვარდეთ თავი თქვენი, რომ გაასხიბოთ ისეთი ენერგეტიკა, რომელიც სხვასაც მოიზიდავს თქვენსკენ. უნდა გვახსოვდეს, რომ სოციალური კავშირი არის ჯანმრთელობის აუცილებელი ქცევა, ისევე მნიშვნელოვანი, როგორც ძილი, ვარჯიში და კარგი კვება, კარგი სექსიც. და მას შესაბამისი პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ. თანამედროვე ცხოვრების ნორმები ართულებს ურთიერთობებს. სოციალური ნორმები ნორმალური ან მისაღები ქცევისთვის დაუწერელი წესებია. თუმცა არსებობს სხვა სოციალური ნორმები, რომელთა დარღვევაც უნდა განვიხილოთ. ტელეფონების გამოყენება სოციალურ გარემოში. ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების მოზრდილთა თითქმის 90%-მა აღიარა, რომ იყენებდა ტელეფონს თავისი ბოლო სოციალური ინტერაქციის დროს. ამის დანახვა შეიძლება თითქმის ნებისმიერ წვეულებაზე. გქონიათ გამოცდილება, როდესაც ვიღაც რეგულარულად უყურებდა თავის ტელეფონს, როდესაც თქვენ მნიშვნელოვან რამეს უყვებოდით. ან უარესი, გქონიათ შემთხვევა, როდესაც თანამოსაუბრე სხვის ტექსტურ შეტყობინებას პასუხობდა, როდესაც თქვენ მასთან საუბრობდით. ეს ცუდ გრძნობას იწვევს. კვლევები ადასტურებს, რომ ასეთი ქცევა გვაგრძნობინებს თავს უარყოფილად და ნაკლებად დაკავშირებულად ჩვენს სოციალურ პარტნიორებთან. ეს ქცევა ასევე არის გაზრდილი კონფლიქტების მიზეზი წყვილებში. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.